ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მიმალული ეს ადგილი წარსულის ფანჯარას ხსნის. დაძუს კლდის რელიეფები ჩინეთში გავრცელებული მღვიმური ხელოვნების გასაოცარი ნიმუშია. თუმცა ამ ქანდაკებებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი მოგვითხრობენ თუ როგორი იყო ცხოვრება და რისი სწამდათ ჩინეთში 1000 წელზე დიდი ხნის წინ. მე გავარკვევ თუ როგორ იცავს მოწინავე ციფრული ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი ამ რელიკვიებს. გარდა ამისა, ვნახავთ თუ როგორ მიმდინარეობს ნიდერლანდების ეროვნული საგანძურის რესტავრაცია ევროპაში. მოგესალმებით გადაცემაში კულტურათა გზაჯვარედინი. შემოგვერთდით და ერთად გავეცნოთ ჩინეთისა და ევროპის საუკეთესო ტრადიციებს. დაძუს კლდის რელიეფები ჩინური გამოქვაბულების ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. მე-13 საუკუნეებით დათარიღებული 10,000-ზე მეტი ქანდაკება რელიგიური რწმენისა და სახვითი ხელოვნების ევოლუციას წარმოგვიდგენს. იუანძიუეს გამოქვაბულში 12 ბოდჰისატვა სრულყოფილი გასხიბოსნებისკენ ისრაფვის. ფიგურებსა და მღვიმეს გენიალური ქვის სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში იცავდა. როგორც ვიცი, იუანძიუეს გამოქვაბული ახლა დიდი კვლევითი პროექტის ნაწილია. ეს პროექტი მიზნად ისახავს შექმნას ერთგვარი ჰოლოგრაფიკული ჩანაწერები და რესტავრაციის ჭკვიანი პლატფორმები. ზიანის სამგანზომილებიანი სკანირება, ეს არის ტექნოლოგიური ნახტომი დოკუმენტაციის ორგანზომილებიანი სიბრტყული სისტემიდან სრულყოფილ სამგანზომილებიან სისტემამდე. მაინც რა დაბრკოლებებს აწყდებით ციფრული სკანირების პროცესში? როგორც ხედავთ, ამ გამოქვაბულში ძალიან ბევრი დამხმარე სტრუქტურაა. ეს ყველაფერი ხელს გვიშლის ქანდაკებების სკანირების დროს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მონაცემთა შეგროვებას. ჩვენი ხელსაწყოები მილიმეტრზე მცირე ცდომილების სიზუსტით, რაც შეიძლება ზედმიწევნით აღადგეს თითოეულ დეტალს. მაგალითად, თუ ქანდაკების თავსაბურს ნაწილი აკლია, რა კი ეს თავსაბური სიმეტრიულად არის ამოკვეთილი, შეგვიძლია მისი აღდგენა მისი დაუზიანებელი ნაწილის მიხედვით სიმეტრიის საფუძველზე. ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მონაცემები უზარმაზარ ბაზებში ინახება. როდესაც რესტავრაციის დროს გამოსავალს ვეძებთ, ხელოვნური ინტელექტის მოდელებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა უფრო მარტივად დავხაზოთ რესტავრაციის გეგმა. ასეთი მოწინავე ტექნოლოგია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, რომ საკვლევი ადგილი დიდი სიზუსტით შეისწავლონ და ამავე პერიოდში კლდეზე ნაკვეთი ქანდაკებები მთელი მსოფლიოს აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჩუნცნის კლდის უძველესი ბარელიეფის ხელოვნებიდან ევროპაში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, თუ როგორ ცდილობენ ნიდერლანდური შედევრის აღდგენას. უფრო მეც ამ ამბავზე პოლი მოგვიყვება. ველოსიპედები, ხიდები, კაფეები და არხები. ამსტერდამი უამრავი რამით ხიბლავს მნახველს. თუ კი არსებობს ერთი ადგილი, რომელიც კულტურის მოყვარულთა გულებს ატყვევებს, ეს აქ არის, რეგს მუზეუმში. ნიდერლანდების ამ ოქროს ხანის ტაძარში ერთი ტილო მაინც ყველაზე აღმატებულია, რემბრანდტის ღამის გუშაგი. ღამის გუშაგი რემბრანდტის ყველაზე ამბიციური ნახატია. იგი საკუთარი კარიერის პიკში დახატა. ეს ტილო იმითიც არის გამორჩეული, რომ ძალიან ადამიანურია. ამ ნახატის რესტავრაცია 2019 წლიდან მიმდინარეობს საზოგადოების თვალწინ. ამჟამად ესტერის მსგავსად კონსერვაციის ოსტატები ფრთხილად აცლიან ტილოს ძველ ლაქს. ესტერ, რატომ აცლით ლაქს? ლაქს იმიტომ ვაცლით ღამის გუშაგს, რომ მისი ფენა ძალიან გაყვითლდა. ლაქი დაძველდა დროთა განმავლობაში, უკვე 50 წლისა და ცოტა ნაცრისფერიც დაედო, რადგან ის არ ერწყმის ნახატის შრეს ისე როგორც საჭიროა. და რამდენად რთულია ასეთი ტიპის რესტავრაცია? რა ძირითად პრობლემებს აწყდებით? ნახატის ზომი ძალიან დიდია და ეს არის უპირველესი პრობლემა. თავად პროექტი ძალიან დიდია, უამრავ კვლევას ვატარებთ და ამის გამო ყველაფერი თანდათან რთულდება და საქმის მასშტაბი იზრდება. ესტერის თითოეული მოძრაობის უკან მუზეუმის მეცნიერთა ჯგუფი დგას, რომელიც მიკროსკოპულ დეტალებში სწავლობს შედევრს. კვლევართა ჩვენი ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს თუ რა მდგომარეობაშია ღამის გუშაგი და რისგან შედგება. ეს ინფორმაცია კი ეხმარება რესტავრატორს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ნახატს შიგნიდან უკეთებს სკანირებას.
ვადგენთ გამოსახულებას, თუმცა ასევე ვიღებთ მცირე ნიმუშებს, რათა ჩავწვდეთ ნახატის საიდუმლოს და გავიგოთ მაინც რა მოხდა 400 წლის წინ. ღამის გუშაგი ნიდერლანდებში სათაყვანო ტილოა და მის რესტავრაციას მომავალი თაობებისთვის ვაკეთებთ. რათა მომავალში ღამის გუშაგი უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, უფრო ადვილი იყოს მისი წაკითხვა და მისი სიღრმე უკეთ წარმოჩნდეს. სინათლისა და ჩრდილების კონტრასტი, რომლითაც ასე განთქმულია რემბრანდტი, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რესტავრაციის დრო დადგა. 400 წელს უკვალოდ არ ჩაუღლია. წინა რესტავრაციებმა გარემოს ემოქმედებამ და უხეშად მოპყრობამ საკუთარი დაღი დაასვეს ნახატს. საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ეს ტილო დღეს. ნახატი ერთი შეხედვით კარგ მდგომარეობაშია, თუმცა როდესაც მიკროსკოპით აკვირდები, კარგად ჩანს ნახატის დაზიანებული ზედაპირი, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ის 400 წლისაა და დიახ შელახულია. რაც შეეხება მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული ნახატის საზოგადოების თვალწინ რესტავრაციას, ეს საკითხი ეჭქვეშ არასდროს დამდგარა. ღამის გუშაგი გარკვეული თვალსაზრისით მსოფლიოს კულტურული საგანძურია და ყველას ეკუთვნის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს დაინახოს, რას ვუკეთებთ ნახატს. რეგს მუზეუმმა საკუთარი უზარმაზარი კოლექცია ინტერნეტშიც განათავსა. ეს კიდევ ერთი ინოვაციაა, რომელიც მისი აუდიტორიის ჩართულობას უზრუნველყოფს. საზოგადოება იცვლება და შენც უნდა მისდიო ცვლილებას და პრეზენტაციის ახალი გზები იპოვო. ამიტომ ჩემი აზრით უაღრესად მნიშვნელოვანია მუზეუმისთვის, რომ განაგრძოს წინსვლა და ცვლილება. რათა ისევ წარმოადგინოს ეს ფანტასტიკური ხელოვნება, რომელიც დროს არ ექვემდებარება. დაძუს უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, რომ ისევ ცოცხალი იყოს. 8000 პიქსელიანი პანორამული გუმბათი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს კლდეში ნაკვეთი ქანდაკებები დეტალურად შეისწავლონ. დაძუს კლდის რელიეფები მსოფლიოს 10 ყველაზე საუკეთესო მღვიმის რიცხვში შედის და ის მე-13 საუკუნეების მსოფლიო მღვიმური ხელოვნების უმაღლეს დონეს წარმოადგენს. რესტავრაციის წამყვანი ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით დაძუსში 1000-ზე მეტი საოცარი გამოქვაბული სკანირება შეძლეს. ეს ყველაფერი ახლა უზარმაზარ 8000 პიქსელიან თეატრალურ გამოსახულებაშია დაცული. ეს უბრალოდ კი არ იცავს რელიკვიებს, არამედ საზოგადოებას მარტივად და საინტერესოდ უჩვენებს დაცულ საგანძურს. თანამედროვე ტექნოლოგიების მიზანია დაიცვას ოდესღაც ქვაში ამოტვიფრული ამბები და ხიდი გადოს წარსულსა და აწმყოს შორის. აი ასეთი იყო ზოგიერთი ინოვაციური ტექნოლოგია და საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი და ევროპა ცდილობენ დაიცვან და წარმოაჩინონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა. დღეს სულ ეს იყო, რაც აქედან ჩუნცინიდან გვინდოდა გვეთქვა. მომავალ შეხვედრამდე.